ვიწყებთ მეტროს კითხვას. მეტრო 2033. პირველი ვიდეო უნდა გენახათ, იქ შესავალი არის გაკეთებული. მეტროს სქემასთან დაკავშირებით შესავალი ნახეთ. დასაკრავსიაში დევს დიმიტრი გულხოვსკის მეტრო 2033. ბუძღუნი მაშას. ძვირფასო მოსკოველობო და დედაქალაქის სტუმრებო. მოსკოვის მეტროპოლიტენის სატრანსპორტო საწარმოა, რომელიც დიდ საშიშროებას შეიცავს. განცხადება მეტროს ვაგონში. ის, ვისაც ეყოფა გამბედაობა და მოთმინება, რომ მთელი სიცოცხლე წყდიაც დაჟინებით აკვირდებოდეს, იქ გაჩენილ სინათლის სხივს პირველი დაინახავს. ხანი. თავი პირველი. პირდაპირ მე-11 გვერდიდან იწყება. ესე იგი, ვინ არის მანდ? არწიომ ნახე ერთი რა ხდება. კოცონთან ჩაცუცქული არწიომი უხარისოდ წამოდგა. ზურგზე გადაგდებული ავტომატი მკერდზე გადმოიტანა და ჩაბნელებული გვირაბისაკენ წავიდა. განათებული ადგილის კიდეს რომ მიაღწია, შეჩერდა. ჩახმახს დემონსტრაციულად გამოკრა ხელი და ხრინწიანად დაიყვირა. სტეკ, პაროლი. უცნაური შარიშური და გაურკვეველი ბგერები გვირაბიდან რომ მოიცმოდა, აჩქარებული ნაბიჯების ხმამ შეცვალა. არწიომის ხრინწიანი შეძახილით და იარაღის ჟღარუნით შეშინებული დაუპატიჟებელი სტუმარი უკან იხედა და მალე გვირაბში გაუჩინარდა. არწიომი სასწრაფოდ დაბრუნდა კოცონთან. არ მოგჩვენებია, მიუგა მან პიოტრ ანდრეევიჩს, ვინაობა არ გაამხილა, გაიქცა. აი შედოყლაპი 1000-ჯერ გითხრეს, თუ არ პასუხობს, უნდა ესროლო და მორჩა. რა იცი ვინ იყო, ხომ შეიძლება შავები ყოფილიყვნენ. არა, საერთოდ არ გავდა ადამიანს. ძალიან უცნაური ხმები იყო, ნაბიჯებიც რაღაც არაადამიანური. ადამიანის ნაბიჯებს ჯერ ვერ ვცნობ თუ რა. შავები არასოდეს გარბიან ასე. თქვენც ხომ კარგად იცით, ამ ბოლო დროს ისინი გუშაგებსაც კი ესხმიან თავს, უიარაღო და ტყვიან ფქვევებსაც არ უშინდებიან. ეს კი მაშინვე გაიქცა. ვიღაც ქვეშაფსია იყო. ო, კარგი ჭკუის სკოლოფო, ინსტრუქცია ხომ გაქვს? ხო და იმოქმედე იმის მიხედვით. ნუ მიედმოედები, რა იცი, რომ ზვერავი არ იყო? ნახა რომ აქ ცოტანი ვართ, მიიტანს ამბავს და შემოგვიტევენ აღმატებული ძალებით. ახლა რომ ყველას ყელი გამოგჭრან, როგორც ეს პოლეჟაევსკაიეზე მოხდა, იმიტომ რომ დროზე არ ჩააძაღლე ის გველის წიწილი, სად მიდიხარ მერე? იცოდე, კიდევ მოიქცევი ასე და მოგიწევს გვირაბში მათი დევნა. არწიომმა წარმოედგინა გვირაბი, ის რაც 500 მეტრის იქით იწყებოდა და შეიშმუშნა. ჩრდილოეთის მიმართულებით ამ სიშორეზე ვერ ამიბედავდა შესვლას. პატრული მხოლოდ 300 მეტრზე შედიოდა. დრეზნის პროჟექტორით ანათებდა სასაზღვრო ბოძს. დარწმუნდებოდა, რომ არავინ გადმოცოცებულა იმის აქეთ და სასწრაფოდ უკან ბრუნდებოდა. ზვერავები კი ყოფილი საზღვაო ქვეითები 480 მეტრამდე მიდიოდნენ. ნიშნავს, რომ მიაღწევდნენ ცეცხლმოკიდებულ სიგარეტებს სახელოებში მალავდნენ და ღამის ხედვის ხელსაწყოებით ერთხანს აკვირდებოდნენ გვირაბს. მერე კი ნელ-ნელა ფეხაკრებით იხევდნენ უკან, ისე რომ შავ ჯურგმულს თვალს არ აცილებდნენ. ეს საგუშაგო სასაზღვრო ბოძიდან 50 მეტრში იყო. საზღვარს დღეში ერთხელ ამოწმებდნენ. შემოწმება რამდენიმე საათის წინ დამთავრებული იყო და უწმინდურები, რომლებიც შესაძლოა პატრულმა დააფრთხო, ალბათ ისე უახლოვდებოდნენ მათ პოსტს. როგორ იზიდავდა კოცონის ალი და ადამიანების სიახლოვე. არწიომი დაჯდა თავის ადგილას და იკითხა და მაინც რა მოხდა პოლეჟაევსკოიეზე? მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა ეს ამბავი, რადგან სადგურზე მოვაჭრეებმა უამბეს, მან მაინც კიდევ უნდოდა მოესმინა, პატარა ბავშვივით იზიდავდა უთავო მუტანტებისა და ადამიანების გამტაცებელი ვამპირების შესახებ საშინელი ზღაპრების მოსმენა. პოლეჟაევსკოიეზე რა არ გაგიგია? დაუჯერებელი ამბავი შეემთხვა და თანაც საშინელი. ჯერ რამდენიმე მზვერავი დაეკარგათ, შედიოდნენ გვირაბში და აღარ ბრუნდებოდნენ. მართალია მათი მზვერავები ჩვენებისგან განსხვავებით ახალბედები არიან, მაგრამ მათი სადგურიც ჩვენსაზე პატარაა და ხალხიც ნაკლები ცხოვრობს იქ. უფრო სწორად ცხოვრობდა. ხო და მზვერავები იკარგებოდნენ. წავიდა ერთი რაზმი და გაქრა. ჯერ იფიქრეს, რომ რაღაცამ შეაფერხა ისინი. ის გვირაბი ჩვენი გვირაბივით მიხვეულ-მოხვეულია. ამიტომ ვერც საგუშაგოდან, ვერც მით უმეტეს სადგურიდან ხედავდნენ რამეს. გავიდა 9 საათი, 1 საათი, 2, სად უნდა გამქრალიყვნენ? ჯერ ერთი მათ აკრძალული ჰქონდათ 1 კილომეტრზე უფრო შორს წასვლა. მეორე, სულელები ხომ არ იყვნენ? ბოლოს გააგზავნეს გაძლიერებული საგუშაგო ჯგუფი. გუშაგებმაც
ეძებეს, იყვირეს, სულ ამაოდ, ვერაფერი გაიგო რა დაემართათ და რაც კიდევ უარესია, არავის არაფერი გაუგონია, კვალიც არ დარჩენილა. არტემი უკვე ნანობდა, რომ სთხოვა პეტრ ანდრეევიჩ ამ ამბის მოყოლა. ჩანდა, რომ მან გაცილებით მეტი იცოდა ამის შესახებ, ვიდრე ვაჭრებმა, ან ზოგ რამეს იგონებდა კიდეც, მეთაური თხრობას განაგრძობდა. არტემი კი გრძნობდა, როგორ უდგებოდა ნელ-ნელა ყალყზე თმა. კოცონის ცეცხლი სულაც აღარ ქმნიდა ისეთ სიმყუდროეს, როგორცაც რამდენიმე წუთის წინ გვირაბის შავი ხროლი კი თითქოს უფრო მოახლოებულიყო და იქიდან გამოსული ავის მომასწავებელი ხმები ახალგაზრდა კაცს გონებას უფორიაქებდა. ხო და ასე, სროლის ხმა არავის გაუგონია. ამიტომ გუშაგემა გადაწყვიტეს, რომ ზვერავები რაღაცაზე განაწყენდნენ და გაიქცნენ. იფიქრეს, ჯანდამამდე გზა ჰქონიათ, რახან იული ცხოვრება უნდათ, ანარქისტებთან და ათასნაირ ნაყარ-ნუყართან ჩახუტება დაეწავიდნენო. ასე დაიმშვიდეს თავი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მზვერავების მეორე ჯგუფი გაუჩინარდა. ისე, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. აი მაშინ კი შეშფოთდნენ სადგურზე და მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა ეღონათ. ამიტომ მესამასე მეტრზე კორდონი აღმართეს, ქვიშიანი ტომრები მიზიდეს, ტყვიამფრქვევი დააყენეს და პროჟექტორი ჩამოკიდეს. ფორტიფიკაციის ყველა წესის მიხედვით ბეგოვაიაზე შიკრიკი გააგზავნეს ამ სადგურთან და 1905 წლის ქუჩასთან ხომ კონფერენცია აქვთ. ადრე ოქტომბრის ველიც მათთან იყო, მაგრამ მერე იქ რაღაც მოხდა, არავინ ისე სინამდვილეში რა შეემთხვათ. რაღაც ავარია იყო და იქ ცხოვრება შეუძლებელი შეიქნა. ხო და ბეგოვაიაზე შიკრიკი გააგზავნეს, რომ გაერფრთხილებინათ საშიშროების შესახებ და დახმარებაც ეთხოვათ. პირველი შიკრიკი ჯერ კიდევ არ იყო ბეგოვაიადან მობრუნებული და პოლეჟაევსკოელები ისევ ფიქრობდნენ თუ რა პასუხი გაეცათ, რომ მეორე შიკრიკი მიადგათ. მთლად გაქაფულიყებოდა, რომ მათი გაძლიერებული კორდონი მთლიანად დაიღუპა ისე, რომ ერთხელაც არ გაუსროლია. ყველას ყელი გამოჭრეს, ისე ჩანდა თითქოს ეძინათ, როდესაც დახოცეს. ყველაზე საოცარი სწორედ ეს იყო. ყველა ინსტრუქციას და ბრძანებას რომ თავი დავანებოთ, როგორ დაეძინათ ასეთ შიშნაჭამებს, მაშინ ბეგოვაიაზე მიხვდნენ, რომ თუ არაფერს იღონებდნენ, მალე ეს ჭირი მათაც მიადგებოდათ. შეკრიბეს ვეტერანები დაახლოებით 100 კაცი, ტყვიამფრქვევები, ნაღმტყორცნები, ასე დღე ნახევარი დასჭირდათ ამისათვის. შიკრიკები უკან გააბრუნეს და დააბარეს, რომ აუცილებლად დაეხმარებოდნენ. მეორე დღის ბოლოს, როდესაც პოლეჟაევსკოეზე მივიდნენ, იქ ერთი კაციც აღარ დახვდათ ცოცხალი. არც გვამები ჩანდა, მხოლოდ სისხლი, ყველაფერი სისხლით იყო მოსრული. აი ეს ეშმაკმა იცის, ვინ ჩაიდინა, ეს არ მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასე მოქცევა. ბეგოვაიას რაღა დაემართა? არაფერიც არ დაემართა, იქაურებმა ააფეთქეს პოლეჟაევსკოესკენ მიმავალი გვირაბი. ასე 40 მეტრი მაინც იქნება ჩამოშლილი. ტექნიკის გარეშე მისი გაწმენდა წარმოუდგენელია. შეიძლება ტექნიკითაც გაჭირდეს, მაგრამ სად უნდა იშოვონ ტექნიკა? უკვე 15 წელია დანჟაგული ყრია. პიოტრ ანდრეევიჩი გაჩუმდა და ცეცხლს მიაშტერდა. არტემმა ჩაახველა და ჩუმად თქვა: "ჰო, უნდა გამესროლა, სისურელე ჩავიდინე." სამხრეთიდან სადგურის მხრიდან ყვირილი გაისმა. "ეი თქვენ, მეხუთასეზე, როგორ არის საქმე?" იგულისხმება მე-500 მეტრი. "ახლოს მოდით, საქმე გვაქვს." დაიყურა საპასუხოდ პეტრ ანდრეევიჩმა. სადგურის მხრიდან გვირაბში 3 კაცი გამოჩნდა. გზას ჯიბის ფარნებით ინათებდნენ. ალბათ 350 მეტრიდან მომავალი გუშაგები იყვნენ. კოცონს რომ მიუახლოვდნენ, ფარნები ჩააქრეს და ჩამოსხდნენ. "სალამი პეტრ, შენ ხარ მორიგე? არ ვიცოდი რომ დღეს თქვენ დაგაყენეს მე-500-ზე." თქვა უფროსმა და კოლოფიდან სიგარეტი ამოაგდო. "მისმინე ანდრიუხა, ჩვენმა ბიჭმა აქ ვიღაც დაინახა, მაგრამ გასროლა ვერ მოასრო. იმა გვირაბში შეასრო. ამბობს ადამიანს არ გავდაო." "ადამიანს არ გავდა? როგორ გამოიყურებოდა?" მიმართა ანტრიმ არტემს. "არ დამინახავს, პაროლი ვკითხე თუ არა, გვირაბში შებრუნდა და გაიქცა. ადამიანის ფეხის ხმას არ გავდა, ისე მსუბუქად და სწრაფად გარბოდა, თითქოს 2 კი არა 4 ფეხი ჰქონდა. ან 3 თვალი ჩაუკრა ანდრეიმ და დაიმანჯა." არტემს გაახსენდა ამბავი სამფეხა ადამიანებისა ფილის ხაზზე რომ გამოჩნდნენ. იქ სადგურის ნაწილი მიწის ზევით იყო, გვირაბი კი ძალიან ახლოს ზედაპირთან. ამიტომ რადიაციისგან დაცვა ძალიან ჭირდა. სწორედ იქიდან მოედნენ მთელ მეტროს სამფეხა, ორთავიანი და კიდევ 1000 გვარი მუტანტები.
ანდრეიმ სიგარეტს მოკაჩა და თავისიანებს უთხრა: ბიჭებო, რახან მოვედით, ცოტა ხანს დავრჩეთ ამათთან. თუ ისევ სამთავიანები გამოჩნდებიან, დავეხმარებით. არჭომი ჩაიდანი გააქვს. პიოტრ ანდრეევიჩი თვითონ ადგა, დაჭეჭყილ გაჭვარტლული ჩაიდანი წყლით გაავსო და ცეცხლის თავზე დაკიდა. რამდენიმე წუთში ჩაიდანი ათუხთუხდა. ისე შინაურულად მყუდროდ თუხთუხებდა, რომ არჭომს უცებ სიმშვიდე დაეუფლა. მან კოცონთან მსხვდომ ადამიანებს გადახედა. გაჭირვებაში გამობრძმედილი სანდო ვაჟკაცები იყვნენ. ასეთი ადამიანები არასოდეს ღალატობენ თანამოძმეებს. მათი სადგური ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა მთელ ხაზზე. ეს კი სწორედ აქ შეკრებილთა დამსახურება იყო. ერთმანეთს ნამდვილი ძმებივით ედგნენ მხარში. არჭომმა უკვე 20 წელს გადააბიჯა. ის იქ ზემოთ დაიბადა. ამიტომ მეტროში დაბადებულებივით გამხდარი და მფერმთარი არ იყო. მეტროში გაჩენილები ვერ ბედავდნენ ზემოთ ასვლას, რადგან ეშინოდათ რადიაციის და მიწისქვეშა ცხოვრებისათვის დამღუპველი მზის სხივების. თვითონ არჭომიც მას შემდეგ რაც თავი ახსოვდა, ზევით მხოლოდ ერთხელ ავიდა და ისიც სულ რამდენიმე წუთით. იქ ისეთი რადიაციული ფონი იყო, რომ 2 საათში ზედმეტად ცნობისმოყვარენი სრულიად დახვრუკულები ჩამოდიოდნენ ქვემოთ, ისე რომ ვერც კი ასწრებდნენ უცნაური მიწისზე და სამყაროსათვის ხეირიანად თვალის შევლებას. არჭომს მამა არ ახსოვდა. დედასთან ერთად კი 5 წლამდე იცხოვრა ტიმირიაზევსკაიაზე. ყველაფერი კარგად იყო, დღეები მშვიდად ცვლიდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთ დღეს ტიმირიაზევსკაიას ვირთხები შემოესივნენ. უზარმაზარი რუხი სველი ვირთხები ზვავივით წამოვიდნენ ერთ-ერთი გვერდითი ბნელი გვირაბიდან. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი გვირაბი ჩრდილოეთის მთავარ მაგისტრალს უერთდებოდა. ძალიან ღრმად ეშვებოდა და იქ გაყინული, აკოთებული დერეფნებისა და ლაბირინთების ხლართებში იკარგებოდა. ეს დერეფანი უერთდებოდა ვირთხების საუფლოს, რომელშიც შესვლასაც ვერ ბედავდნენ ყველაზე თავზე ხელაღებული ავანტიურისტებიც კი. მიწისქვეშა გზებსა და რუკებში გაურკვეველი მოხეტიალეც თუ იქ შემთხვევით მოხვდებოდა, აუცილებლად გუმანით იგრძნობდა საშიშროებას და შეეცვლებოდა რაც შეიძლება მალე გასვლო და იქაურობას. არავინ აწუხებდა ვირთხებს. ადამიანები მათ საუფლოს არ ეკარებოდნენ და მაშინ ვირთხები თვითონ მოვიდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა იმ დღეს. ვირთხები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ და ხრავდნენ ყველაფერს, მიცვალებულებს, ცოცხლებს, თავიანთ დაღუპულ თანამოძმეებს. დამცავი კორდონები, თვითონ სადგური, მისი გუშაგები, მოსახლეობა, ყველა და ყველაფერი უცებ დაფარა ამ საშინელმა ზვავმა. ცოცხალი დარჩა სულ რამდენიმე ადამიანი. არა ისინი, ვის გადარჩენაზეც უპირველესად ზრუნავენ ხოლმე, არა ბავშვები, ქალები და მოხუცები, არამედ 5 მხნე მამაკაცი, რომლებმაც შეძლეს გადაესწროთ სასიკვდილო ზვავისათვის. ისინი დრეზინით იდგნენ სამხრეთის გვირაბში სათვალთვალო პუნქტზე. სადგურიდან ყვირილი რომ მოესმათ, ერთ-ერთი მათგანი გაიქცა იმის სანახავად თუ რა მოხდა. მყისვე მიხვდა, რომ სადგურზე მყოფებს ვეღარაფერს უშველიდნენ. პირი იბრუნა და თავისიანებისკენ გაიქცა. უცებ ვიღაცამ უკნიდან ხელი სტაცა, როდესაც შემოbrunდა, დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი სახელოში ჩაბღაუჭებოდა და ბავშვის ხელს აჩეჩებდა. შეიბრალე ჯარისკაცო, გადაარჩინე. ქალის უკანასკნელი სიტყვები განწირულთა მოთქმა გოდებაში ძლივს გაარჩია, მაგრამ რადგან ჯარისკაცი უწოდეს და შველას თხოვეს, ბავშვს ხელი სტაცა, ამოიღლიავა და გვირაბში გაიქცა. გარბოდა და შორიდან უყვიროდა მეგობრებს. დაქოქე, ჩქარა დაქოქე. ვირთხები უკვე გვირაბშიც გამოჩნდნენ, მაგრამ დრეზინა მოტორიანი იყო. ამიტომაც შეძლეს ამ საშინელი ნაკადის გადასწრება. გარბოდნენ მთელი სისწრაფით, ჩაუქროლეს მიტოვებულ სადგურ ტიმირიაზევსკაიას, სადაც რამდენიმე განდეგილი აფარებდა თავს. დაუყვირეს მათ, გაიქეცით, ვირთხები მოდიან, თუმცა კარგად ესმოდათ, რომ ეს საცუდავი ხალხი თავს ვეღარ უშველიდა. საველოვსკაიას კორდონებს რომ მიუახლოვდნენ, სიჩქარეს უკლეს. ამ სადგურთან მაშინ მშვიდობიანი შეთანხმება ჰქონდათ, მაგრამ ეშინოდათ, რომ გუშაგებს ყაჩაღების თავდასხმა ეგონებოდათ და ცეცხლს გახსნიდნენ. მათაც შორიდან უყიროდნენ, ვირთხები მოდიან, არც აკაპირებდნენ გაჩერებას, მზად იყვნენ კიდევ უფრო შორს გაქცეულიყვნენ, ოღონდაც ამ საშინელი რუხი ნაკადისათვის როგორმე თავი დაეღწიათ. საბედნიეროდ საველოვსკაიაზე აღმოჩნდა ისეთი რამაც გადაარჩინა ისინიც, სადგურიც და შესაძლოა მთელი სერპუხოვსკაია, ტიმირიაზევსკაიას ხაზიც. სადგურს უფრო რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ გუშაგები უშველებელი აგრეგატის გარშემო ფუსფუსებდნენ. ეს იყო ადგილობრივი ენთუზიასტების მიერ ძველი ნაწილებისაგან
კუსტარულად აწყობილი, მაგრამ ძალიან ძლიერი ცეცხლმტყორცნი. როგორც კი ვირთხების მოწინავე რაზმები გამოჩნდნენ, გუშაგებმა ჩართეს იგი და გააჩერეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საწვავი გაუთავდათ. ნარინჯისფერი ცეცხლი 15-20 წუთის განმავლობაში წვავდა ვირთხებს. გვირაბი აივსო დამწვარი ხორცისა და ბეწვის საზიზღარის სიმყრალით. 100,000-ობით ვირთხის გამაყურებელი განწირული წრეპინი ცეცხლის გუნს ერთვოდა. საველოვსკაიას გუშაგების ზურგს უკან კი გრილდებოდა დრეზინა ტიმირიაზევსკაიადან გამოქცეული 5 კაცით. მათ თან ჰყავდათ გადარჩენილი ბიჭი არტიომი. ვირთხებმა უკან დაიხიეს. სამხედრო გენიის ერთ-ერთმა უკანასკნელმა გამოგონებამ ზლია მათ ბრმა ჟინს. ადამიანი ყოველთვის ყველა ცოცხალ არსებაზე უკეთ კლავდა. ვირთხები დაბრუნდნენ თავიანთ იდუმალ სამეფოში. არავინ იცოდა, სჭირდებოდა თუ არა მეტროპოლიტენის ეს ლაბირინთები და არავის ჯეროდა, რომ ოდესღაც ისინი ჩვეულებრივ მამშენებლებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტული ადამიანები ასე ირწმუნებოდნენ, ასეთი ხალხი კი ძალიან ცოტაღა იყო შემორჩენილი. ერთ-ერთი ავტორიტეტული კაცი ადრე ელექტრომატარებლის მემანქანის თანაშემწე იყო. მათ პატივს სცემდნენ და ყურს უგდებდნენ, რადგან პირველ ხანებში მხოლოდ ისინი არიბნეოდნენ მატარებლის მყუდრო კაფსულიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ. მხოლოდ მათი არიპყრობდა შიში მოსკოვის პეტროპოლიტენის ბნელ ლაბირინთებში, რადგან ყველა ასეთი პატივისცემით ეპყრობოდა. არტიომმა ეს კაცი სამუდამოდ დაიმახსოვრა. თვალწინ ედგა მისი ქანწგაწყვეტილი სახე, გამხდარი სხეული, მეტროპოლიტენის მუშაკის გახუნებული და გაქიქილი ფორმა, რომელსაც ის ისე ამაყად ატარებდა, როგორც თადარიგში გასული ადმირალი სააღლუმე მუნდირს. პატარა არტიომს ეს შია კაცი უძლეველ გმირად ეჩვენებოდა. ეს არც იყო გასაკვირი. მეტროს მუშაკები დანარჩენებისთვის ისეთსავე როლს ასრულებდნენ, როგორცაც ადგილობრივი მეგზურები ჯუნგლებში მივლენილი სამეცნიერო ექსპედიციისთვის. მათი სჯეროდა, სრულიად ენდობოდნენ, ხოლო ამ ადამიანების სოდნისა და უნარების წყალობით ხერხდებოდა სხვების გადარჩენა. როდესაც მართვის ერთიანი სისტემა დაიშალა და მეტროპოლიტენის სამოქალაქო თავდაცვის კომპლექსური ობიექტიდან ერთმანეთთან დაუკავშირებელი ერთეულების ქაოსურნაერთად იქცა, ბევრი მათგანი სათავეში ჩაუდგა ცალკეულ სადგურებს. ეს სადგურები გახდნენ დამოუკიდებელნი და თავისებურ ჯუჯა სახელმწიფოებად იქცნენ. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი იდეოლოგია, რეჟიმი, ჰყავდა თავისი ლიდერები და არმია. ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს, ერთიანდებოდნენ ფედერაციებში და კონფედერაციებში, იქცეოდნენ იმპერიების მეტროპოლიებად. ცოტა ხნის შემდეგ კი ეს იმპერიები იმსხვრეოდა და დაპყრობილებს თავისივე მონები ან გუნშინდელი მეგობრები ანადგურებდნენ. როდესაც საერთო მტერი გამოჩნდებოდათ, სადგურები დროებით ზავდებოდნენ და ხანმოკლე კავშირებს ქმნიდნენ. საფრთხის გავლის შემდეგ კი ისევ ერთმანეთს ეომებოდნენ. ისინი იბრძოდნენ საკვებისათვის, ცილოვანი საფუარისა და სოკოს პლანტაციებისათვის, საქათმეებისა და ღორების ფერმებისათვის, სადაც მიწის ქვეშ გამოზრდილ ფერმკუთარ გოჭებსა და მისუსტებულ ქათმებს პლანტაციებზე მოყვანილი სოკოთი კვებავდნენ. იბრძოდნენ წყლისათვის, ანუ წყლის ფილტრებისათვის. ბარბაროსები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ თავიანთ სადგურებზე დადგმული ფილტრების შეკეთებას და ამის გამო რადიაციული წყლით იწამლებოდნენ, გააფთრებული ნადირებივით შეესეუდნენ ხოლმე გამართული გენერატორებისა და კუსტარული ჰიდროელექტროსადგურების გარემონტებული და გაწმენდილი ფილტრების, ქალების მოვლილი სოკოს პლანტაციებისა და მოღრუტუნე მაძღარი ღორების მფლობელ ცივილიზებულ სახელმწიფოებს. ბარბაროსებს ამოძრავებდა თვითგადარჩენის ინსტინქტი და რევოლუციური პრინციპი, წართვი და გაყავი. პასუხად ცივილიზებული სადგურების დამცველები გადამდგარი სამხედროების მიმართ სამხედროების დახმარებით საბრძოლო რაზმებს ქმნიდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ მონაპოვარს, იგერიებდნენ შემოტევებს, გადადიოდნენ კონტრშეტევაზე, ართმობდნენ გვირაბის არც ერთ მეტრს. სადგურები ცდილობდნენ გაძლიერებულიყვნენ იმისათვის, რომ მოეგერიებინათ მტრის შემოტევები, მოეწყოთ დამსჯელი ექსპედიციები და გამკლავებოდნენ 1000 ჯურის უწმინდურს, რომლებიც ყველა გვირაბიდან და ჯურღმლიდან მოცოცავდა. ეს უცნაური მახინჯი და საშიში არსებები, რომ ენახა ჩარლზ დარვინი, ალბათ სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა და საკუთარ ევოლუციურ თეორიაშიც ეჭვს შეიტანდა. არავინ იცოდა ეს შემზარავი ქმნილებები რადიაციის
შედეგად წარმოქმნილი მუტანტები იყვნენ თუ ყოველთვის არსებობდნენ დედამიწის სიღრმეში და ახლა გამოჩნდნენ, რადგან ადამიანებმა შეაწუხეს. ასე იყო თუ ისე, ისინი პლანეტაზე არსებული ორგანული სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყვნენ და ემორჩილებოდნენ იმავე იმპულსს, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას მართავს გადარჩენის ინსტინქტს. არწომმა ემალის თეთრ ყურიან ჭიქაში ჩამოსხმული ჩაი მოსვა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ნამდვილი ჩაი, არამედ გამხმარი სოკოს ნაყენი სხვადასხვა დანამატით. ნამდვილი ჩაი თითქმის აღარ დარჩენოდათ. თანაც სოკოს ნაყენზე 10-ჯერ უფრო ძვირი ღირდა. ამიტომ ძალიან ეკონომიურად ხმარობდნენ, ხოლო დიდ დღესასწაულებზე სვამდნენ. სოკოს ჩაი სადგურის მკვიდრთ უყვარდათ, ხოლო სტუმრები მისი პირველად გასინჯვისას იმანჭებოდნენ. მერე კი ეჩვეუდნენ. ამ სასმელის შესახებ ნელ-ნელა სხვა სადგურებზეც შეიტყვეს და პირველმა მოვაჭრეებმაც მოაკითხეს. მალე მათი ჩაი უკვე მთელ ხაზზე იყიდებოდა. ჰანზაც კი დაინტერესდა ამ საქონლით და ახლა უკვე დიდი ქარავნები ეცილებოდნენ ერთმანეთს ამ საუცხოო ნაყენს. გაჩნდა ფული და სადაც ფულია, იქ იარაღიც არის. შეშაც და ვიტამინებიც. მას შემდეგ ვდნხ-ს სადგური აყვავდა. აქ სხვა სადგურებიდან გადმობარგდნენ მეურნე ადამიანები და გაჩაღდა საქმე. აქაურები თავიანთი ღორებითაც ამაყობდნენ, იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ სწორედ აქედან მოხვდნენ ღორები მეტროში. ლეგენდის მიხედვით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ახალი დაწყებული იყო, რამდენიმე მამაცმა ადამიანმა მოახერხა მეღორეობის პავილიონამდე მიღწევა და იქიდან სადგურზე წამოიყვანა გადარჩენილი ცხოველები. არჩომ როგორი არის სუხოი? ჰკითხა ანდრეიმ თან ჩაი შეუბერა და მოსვა. ძია საშა, კარგად არის. როგორ არის სუხოი? ძია საშა, კარგად არის. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ლაშქრობიდან. იცით, ალბათ ხაზზე ექსპედიციაში რომ იყო წასული ჩვენებთან ერთად. ანდრეი არწიომზე 15-ოდე წლით უფროსი ჩანდა. იგი მზვერავი იყო, ამიტომ იშვიათად იდგა საგუშაგოზე 500 მეტრზე უფრო ახლოს. დღეს კი რატომღაც 350 მეტრზე დააყენეს და იქ გული არ უჩერდებოდა. ამიტომაც ისარგებლა პირველივე საბაბით, პირველივე ცრუგანგაშით, რომ აქ საიდუმლოსთან და სიბნელესთან ახლოს სიღრმეში გადმობარგებულიყო. მას უყვარდა გვირავი, კარგად იცოდა მისი ყველა განშტოება 1500 მეტრამდე. სადგურზე კომერსანტებს, ადმინისტრატორებსა და ფერმერებს შორის თავს კარგად ვერ გრძნობდა. ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეფხვიერებინა მიწა სოკოებისათვის ან ეკვება ამ სოკოთი ჩასუქებული ღორები. არც ვაჭრობა შეეძლო. ვერ იტანდა კომერსანტებს. მებრძოლი სულის ჯარისკაცი იყო და გულწრფელად ჯეროდა, რომ ეს მამაკაცისათვის ერთადერთი ღირსეული პროფესიაა. ამოყობდა იმით, რომ იცავდა ამ უსუსურ აკოთებულ ფერმერებს, უაზროდ მოფუსფუსე კომერსანტებს, საქმიანი სახით მოსიარულე ადმინისტრატორებს, ქალებს და ბავშვებს. ქალებს ძალიან მოსწონდათ, იზიდავდათ მისი ფიზიკური ძალა და შინაგანი სიმშვიდე. გრძნობდნენ, რომ ანდრეის ყოველთვის შეეძლო დაეცვა ის, ვინც გვერდით ეყოლებოდა. ქალები ჰპირდებოდნენ მას სიყვარულსა და სიმყუდროვეს. მაგრამ ის თავს მშვიდად და მყუდროდ მხოლოდ 50 მეტრის იქით გრძნობდა. ქალები კი იმ სიშორეზე არ მიყვებოდნენ. ცხელი ჩაისგან გახურებულმა ანდრეიმ შავი გახუნებული ბერეტი მოიხადა. ორთქლით დანამული ულოშები სახელით შეიმშრალა და არწომს გამოკითხვა დაუწყო. ძალიან დაინტერესებდა ახალგაზრდა კაცის მამობილის მიერ სამხრეთის ექსპედიციიდან ჩამოტანილი ახალი ამბები და ჭორები. არწომის მამობილი სუხოი სწორედ ის კაცი იყო, რომელმაც იგი ვირთხებისაგან იხსნა და გაზარდა. კი გავიგე, მაგრამ მაინც მოყევი გეზარება თუ რა? არაშვებოდა ანდრეი. არწომს თვითონაც უნდა კიდევ ერთხელ მოეყოლა მამობილის მონათხრობი ამბები, რადგან იცოდა, რომ ყველა სულგანაბული მოусმენდა. სად იყვნენ? ალბათ იცით, დაიწყო არწომმა. ვიცი, რომ სამხრეთში გააგზავნეს, მეტი არაფერი. ეთყობა ძალიან გასაიდუმლოებული მისია ჰქონდათ, ჩაიცინა ანდრეი. ბოლოს და ბოლოს ადმინისტრაციის სპეციალური დავალებით იყვნენ და თვალი ჩაუკრა თავისი რაზმის ერთ-ერთ წევრს. არაფერი გასაიდუმლოებული არ ყოფილა, თავი გააქმნია არწომმა. ექსპედიციის მიზანი იყო სიტუაციის დაზვერვა, ინფორმაციის შეგროვება. სარწმუნო ინფორმაციის, იმიტომ რომ გარედან მოსულ მოვაჭრეებს არ დაეჯერებათ. შეიძლება ვაჭრები კი არა, სულაც პროვოკატორები არიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მოვაჭრეების ნდობა ნამდვილად არ შეიძლება, ჩაილაპარაკა ანდრეიმ. ფულის მოყვარული ხალხია. დღეს შენს ჩაის მიყიდიან ჰანზას, ხვალ კი შენ გაგყიდიან დედა წულიანად. შესაძლოა, აქაც რაღაც ინფორმაციას აგროვებენ. კაცმა რომ თქვას, არც ჩვენი მოვაჭრეები არიან სანდონი.
ჩვენები არ ამგონია, თითქმის ყველას ვიცნობ. ნორმალური ხალხია, ოღონდ ფული უყვართ. უნდათ რომ სხვებზე უკეთ იცხოვრონ. მიზანი აქვთ ასეთი, თქვა არწვემა. აი მეც მანდავარ, უფული უყვართ და სხვებზე უკეთ ცხოვრება უნდათ. ვინ იცის რას აკეთებენ გვირაბში რომ შედიან? შეგიძლია თავი დადო რომ პირველსავე სადგურზე სხვა აგენტები არ გადაიბირებენ? მითხარ შეგიძლია? ვისი აგენტები, ვის რა შეჭირდება ჩვენი მოვაჭრეები? იცი რას გეტყვი რატომ? ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ბევრი რამ არ იცი. უფროსებს უნდა მოусმინო და დიდხანს იცოცხლებ. ვინმე ხომ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო? არ ცხრებოდა არწვემი. მოვაჭრეები რომ არ იყვნენ, ვისხდებოდით აქ ბერდანკა თოფებით. შავებს მარილს ვესროდით, ტყუების ნაცვლად და ჩაის სმით გავერთობოდით. ხო, კარგი, გამომივიდა ეკონომისტი. დაწდარდი და მოყევი. რა ნახა სუხოიმ. მე მეზობლებთან რა ამბებია ალექსეევსკაიაზე, რიჟსკაიაზე. ალექსეევსკაიაზე ახალი არაფერია. ისევ სოკოს ამრავლებენ. იქ ხომ ნამდვილი ხუტორია, აქ არწვემა ხმას დაუწია. ამბობენ ჩვენთან შეერთება უნდათ. მგონი რიჟსკაიაც არ არის წინააღმდეგი. სამხრეთიდან ზეწოლა აქვთ, ცუდ განწყობაზე არიან. ყველა რაღაც საშიშროებაზე ჩურჩულებს. ყველას რაღაცის ეშინია, მაგრამ თვითონ არ იციან რის. შესაძლოა იქით ამ მხარეს რაღაც იმპერია წარმოიშვა, ან ჰანზა მოინდომა გაფართოება. ამიტომ ამ ხუტორებს ჩვენთან უნდათ შემოკედლება. კონკრეტულად რა უნდათ, რა სიტყვენ? იკითხა ანდრეიმ. უნდათ რომ გაერთიანდნენ ჩვენთან ფედერაციაში, რომელსაც საერთო თავდაცვითი სისტემა ექნება, რომ ორივე მხრიდან საზღვრები გამაგრდეს, სადგურთა შორის გვირაბებში მუდმივი განათება გაკეთდეს, მილიცია ჩადგეს, გვერდითი გვირაბები და დერეფნები დაიხუროს, სატრანსპორტო დრეზინები გაიშვას, სატელეფონო კაბელი გავიყვანოთ, მთელი თავისუფალი ადგილი სოკოს დაეთმოს, საერთო მეურნეობა რომ გქონდეს და თუ საჭირო იქნება ერთმანეთს დავეხმაროთ. ნეტავი ადრესად იყვნენ. ადრე, როდესაც ბოტანიკური ბაღიდან და მედვედკოვოდან შავები გადმოვიდნენ შეტევაზე, მაშინ სად იყვნენ? აბუზღუნდა ანდრეი. ფუი აშმაკს ანდრეი, არ გათვალო. ჩაერია საუბარში პეტრ ანდრეევიჩი. კარგია რომ შავები აღარ გვაწუხებენ. ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ მათზე. თავიანთი პრობლემების გამო მიჩუმდნენ. შეიძლება ძალებს იკრებენ, ასე რომ ვინმესთან გაერთიანება არ გვანწყენს, მით უმეტეს მეზობლებთან. მათთვისაც სასარგებლო იქნება და ჩვენთვისაც. ხო, გვექნება თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. ირონიულად ისროლა ანდრეიმ. ეთყობა არ გაინტერესებთ, რასაც ვყვები. წყენით თქვა არწვემა. როგორ არა, მოყევი არწვემ, თქვა ანდრეიმ. მე და პეტრ ანდრეევიჩი მერე გავაგრძელებთ კამას. ეს ჩვენი საყვარელი თემაა. ხო და ამბობენ რომ ჩვენი უფროსის თანახმაა. მხოლოდ რაღაც დეტალებია შესათანხმებელი, მალე ყრილობა იქნება, მერე კი რეფერენდუმი. რა თქმა უნდა, რეფერენდუმი. ხალხი თუ დაეთანხმება, მაშინ გაკეთდება, თუ არ დაეთანხმება, მაშინ იტყვია რომ მან ცუდად იფიქრა. გააგრძელა ანდრეიმ გესლიანად. არწვემ რიჟსკაიას იქით რაღა ხდება? იკითხა პეტრ ანდრეევიჩმა, ისე თითქოს სტუმრის რეპლიკა არც გაუგონია. იმის იქით მშვიდობის გამზირია, ეს უკვე ჰანზის საზღვარია. მამობილი ამბობს რომ იქაც ამავე განწყობაზე არიან. მშვიდობა უნდათ, ომს აღარავინ ახსენებს. ჰანზას წრიული ხაზის სადგურების თანამეგობრობას უწოდებდნენ. ისინი ყველა დანარჩენი ხაზის კვეთაზე მდებარეობდნენ. ამავე დროს გვირაბებით იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან და თავიდანვე იქცნენ ყველა მხარის კომერსანტების თავშეყრის ადგილად. ამის გამო ეს სადგურები მოკლე დროში მეტისმეტად გამდიდრდნენ და ეს ძალიან ბევრს შურდა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს გაერთიანებული იყვნენ. ოფიციალურად მათ კავშირს წრიული ხაზის სადგურების თანამეგობრობა ერქვა, მაგრამ ერთხელ ვიღაცამ ის შუა საუკუნეების გერმანიის სავაჭრო ქალაქების გაერთიანება შეადარა. ასე შეერქვა ჰანზა. თავიდან ეს კავშირი წრიული ხაზის სადგურების მხოლოდ ნაწილს აერთიანებდა, მონაკვეთს კიევსკაიადან მშვიდობის გამზირის ჩათვლით, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის ნახევარ რკალს. მათთან ერთად იყვნენ კურსკაია, ტაგანსკაია და ოქტიარბსკაია. მოლაპარაკება დიდხანს მიდიოდა. ყველა ცდილობდა თავისთვის რაღაც დამატებითი სარგებელი მიეღო. პაველეცკაია და დობრინინსკაია ჰანზას უფრო გვიან შეუერთდნენ და მეორე სამხრეთის ნახევარ რკალით შეიქმნა. მთავარი წინაღობა ამ ორი ნახევარ რკალის გაერთიანებისათვის სოკოლნიკის ხაზი იყო. მამობილი უყვებოდა არწვემს, სოკოლნიკის ხაზი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. რუკა შეხედავ თუ არა, მაშინვე მიაქცევ ყურადღებას. ჯერ ერთი რომ ლარივით სწორია და ყველა სქემაზე ხასხასა წითელი ფერისაა. სადგურების სახელწოდებებიც განსაკუთრებულია. კრასნოსელსკაია, კრასნიე ვოროტა,
კომსომოლსკაია ლენინის სახელობის ბიბლიოთეკა და ლენინსკიე გორი. ამ თუ სხვა მიზეზის გამო ამ ხაზზე შეიყარა ყველა, ვისაც დიადი წარსულის ნოსტალგია მოეძალა. იქ საბჭოთა სახელმწიფოს აღორძინების იდეამ მყარად მოიკიდა ფეხი. ერთი სადგური ოფიციალურად დაუბრუნდა სოციალისტურ მმართველობას, მერე მეზობელმა სადგურმაც გაიზიარა ეს. შემდეგ ადამიანებს გვირაბის მეორე მხარეზეც გადაედოთ რევოლუციური ოპტიმიზმი. მათ ჩამოაგდეს თავიანთი მმართველები და დაიწყო რაც დაიწყო. ჯერ კიდევ ცოცხალი ვეტერანები, ყოფილი კომკავშირელები, პარტიული ფუნქციონერები და ლიუმპენ პროლეტარიატი ამ რევოლუციურ სადგურებზე იკრიბებოდნენ. შექმნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეზრუნა რევოლუციისა და კომუნისტური იდეების მთელ მეტროპოლიტენში გავრცელებაზე. ეს კომიტეტი ამზადებდა და მტრის ბანაკში აგზავნიდა პროფესიონალ რევოლუციონერებსა და პროპაგანდისტებს. მსხვერპლი დიდი არ იყო, რადგან გაპარტახებულ სოკოლნიჩესკაიაზე მცხოვრები დამშეული ხალხი სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძოდა და მათი გაგებით ეს სამართლიანობა მხოლოდ ყველას გათანაბრებით შეიძლებოდა მიღწეულიყო. მალე მთელი ეს ხაზი რევოლუციურმა ცეცხლმა მოიცვა. იაუზაზე გადებული ხიდი სასწაულებრივად გადარჩა. ამიტომ სოკოლნიკისა და პრეობრაჟენსკოეს მოედან შორის კავშირი არსებობდა. თავიდან მოკლე მიწისზე და მონაკვეთზე მხოლოდ ღამე სრული სიჩქარით მოძრავი დრეზინების მეშვეობით მოძრაობდნენ. მერე მოახერხეს ხიდზე კედლების აგება და გადახურეს კიდევაც. ეს იდეისათვის სიკვდილზე წამსვლელმა მოხალისეებმა გააკეთეს. სადგურებს ძველ საბჭოთა სახელწოდებებს უბრუნებდნენ. აი ასე გახდა რუკაზე დატანილი წითელი ხაზი ნამდვილად წითელი, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. წითელი ხაზი უკვე პრეტენზიებს უყენებდა სხვა ხაზების სადგურებს და იმათი მოთფინების ფიალაც აივსო. საბედნიეროდ ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვდა, რას წარმოადგენდა საბჭოთა მმართველობა. აგიტატორები, რომლებიც სადგურებზე მიდიოდნენ, ხალხს მთელი მეტროს ელექტროფიკაციას პირდებოდნენ და თან ეუბნებოდნენ, რომ სოციალიზმთან ერთად ეს კომუნიზმის დამყარებასაც ნიშნავდა. არ ვიცი, ოდესმე ვინმეს ასე უსინდისოდ გამოეყენებინოს ეს ლენინური ლოზუნგი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროფიკაციის საკითხი ასე აქტუალური არასოდეს ყოფილა, ხალხი არ აყვა ამ მოლაყვე აგიტატორებს. მათ იჭერდნენ და უკან თავიანთ საბჭოთა სახელმწიფოში აგზავნიდნენ. მაშინ წითელმა ხელმძღვანელობამ იფიქრა, რომ დადგა დრო გადამწყვეტ მოქმედებებზე გადასვლისა. თუ რევოლუციური ცეცხლი თავისით არ მოედო დანარჩენ მეტროს, მაშინ საჭირო რომ ეს ცეცხლი მას წაუკიდონ. მეზობელი სადგურებიც, რომლებიც განსაკუთრებით იყვნენ შეწუხებულნი კომუნისტური პროპაგანდითა და დივერსიული მოქმედებით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუცილებელია მოქმედება და დაიწყო. ანტიკომუნისტური სადგურების კოალიციამ, რომელსაც სათავეში ჰანზა ჩაუდგა, მიიღო გამოწვევა. წითლები არ მოელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას. მათ ვერც თავისი და ვერც მოწინააღმდეგის ძალების ჯეროვნად ვერ შეაფასეს. იოლ გამარჯვებას ელოდნენ და ხანგრძლივი ომი მიიღეს, რომელიც წელიწად ნახევარს გაგრძელდა. პოზიციურ ბრძოლებს პარტიზანული რეიდები და დივერსიები ერთვოდა. აფეთქებდნენ გვირაბებს, ხრეთდნენ ტყვედ ჩავარდნილებს. ამ ომს ჰყავდა თავისი მთავარსარდლები, გმირები და მოღალატეები. ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა ფრონტის ხაზის რომელიმე მიმართულებით გადაწევა. ხანგრძლივი ომი რესურსებს ფიტავდა და საუკეთესო ადამიანებს გვართმევდა. ცოცხლად დარჩენილები ძალიან დაიღალნენ მისგან. რევოლუციურმა ხელმძღვანელობამ პირვანდელი ამოცანები შეუმჩნევლად შეცვალა და უფრო მოკრძალებული მიზნები დაისახა. თავიდან თუ სოციალისტური ხელისუფლების და კომუნისტური იდეის მთელ მეტროპოლიტენზე გავრცელებას ცდილობდნენ, ახლა ოცნებობდნენ რევოლუციის მოედნის სადგური მათი ეს წმინდათა წმინდა სიმბოლო ჩაიგდოთ ხელში. თანაც იგი ყველაზე ახლოს იყო წითელ მოედანთან, კრემლთან. რამდენიმე უშიშარმა იდეოლოგიურად ყველაზე გამობრძმედილმა ადამიანმა გაბედა წითელ მოედანზე ასვლა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ კრემლის კოშკურებს ისევ ლალის ხუთქიმიანი ვარსკვლავები ამშვენებდა. რაც მთავარია, წითელი მოედნის ცენტრში მავზოლეუმი იდგა. არავინ იცოდა, იყო თუ არა იქ ისევ ლენინის ცხედარი. თუ დაკრძალვა ვერ მოასწრეს ყოველდღიური მოსვლის მოვლის გარეშე, უთუოდ უკვე გახსნილი იქნებოდა. 70 წლიანი საბჭოთა მმართველობის დროს მავზოლეუმი ხელისუფლების მემკვიდრეობითობის სიმბოლოდ იქცა. ის უკვე აღარ იყო მხოლოდ აკლდამა. წარსულის ბელადები მის ტრიბუნაზე იღებდნენ პარადს.
და ახლანდელი ბელადებიც ამიტომაც მისკენ ისწრაფოდნენ. ამბობდნენ, რომ რევოლუციის მოედნის სათავსოებიდან საიდუმლო გვირაბები გადიოდა მავზოლეუმის ლაბორატორიებისაკენ და იმ დარბაზისაკენ, სადაც კუბო იდგა. წითლები აკონტროლებდნენ სვერდლოვის მოედნისა და ოხოტნი რიადის მეტროსადგურებს. ისინი ამ პლაცდარმიდან ცდილობდნენ რევოლუციის მოედნის დაპყრობას. მათ არაერთი ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყეს ამ მიზნით. მაგრამ ამ სადგურის დამცველებსაც კარგად ესმოდა თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას წითლებისათვის. ამიტომ უდრეკად იდგნენ. რევოლუციის მოედანი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები სწორედ აქ გაიმართა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ყავდა ამ ბრძოლებს თავისი ალექსანდრე მატროსოვები, რომლებიც კერძს უშვერდნენ ტყვიამფრქვევებს და გმირები წელზე შემოკრული ხელყუმბარებით, რომ მიდიოდნენ მტრის საცეცხლე წერტილის ასაღებად. თუმცა ყველაფერი ამაო იყო. სადგური რამდენიმეჯერ ჩაიგდეს ხელში და ვერც ერთხელ ვერ შეინარჩუნეს. კოალიციის ძალები შეტევაზე გადადიოდნენ და იბრუნებდნენ მას. ლენინის სახელობის ბიბლიოთეკაში კი წითლები იყვნენ გამაგრებული და კოალიციის ძალები ცდილობდნენ იქიდან მათ გამოდევნას. ამ სადგურს კოალიციისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი აღებით შესაძლებელი გახდებოდა წითელი ხაზის შუაში გაწყვეტა და იქიდან სამ ისეთ ხაზზე გადასვლა, რომლებთანაც წითელი მაგისტრალი არ იკვეთებოდა. ამიტომაც კოალიციელები მის ხელში ჩასაგდებად არაფერს ერიდებოდნენ. წითლების მცდელობა დაუფლებოდნენ რევოლუციის მოედანს და კოალიციის რაზმების ბრძოლა მათი ლენინის სახელობის ბიბლიოთეკიდან გასაყრელად ერთნაირად წარუმატებელი იყო. ამასობაში ხალხი სულ უფრო იღლებოდა. დაიწყო დეზერტირობა, მატულობდა დაძმობილების შემთხვევები. ჯარისკაცები ფრონტის ორივე მხარეს ყრიდნენ იარაღს, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისგან განსხვავებით ეს წითლებისათვის სასარგებლო არ იყო. რევოლუციური აღტყინება თანდათან კლებულობდა. კომუნისტური ენთუზიაზმი მინავლდა, კოალიციასაც არ ჰქონდა საქმე კარგად. იქ მცხოვრები ადამიანები უკმაყოფილონი იმით, რომ მათი სიცოცხლე მუდმივად საფრთხეში იყო, ტოვებდნენ ცენტრალურ სადგურებს და ოჯახებიანად გარეუბნებში სახლდებოდნენ. ჰანზა დაცარიელდა და დასუსტდა. ომმა ვაჭრობაც ჩაკლა. დიდი სავაჭრო მაგისტრალები დაცარიელდა. კომერსანტები შემოვლით გზებს ეძებდნენ. მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი პოლიტიკოსები იძულებულნი იყვნენ ეფიქრათ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაემთავრებინათ ომი. და აი ერთ დღეს სრულიად საიდუმლოდ ნეიტრალურ სადგურზე მეომარი მხარეების ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს. საბჭოთა მხრიდან ამხანაგი მოსკვინი, ხოლო კოალიციის მხრიდან წრიული ხაზის სადგურების თანამეგობრობის თავმჯდომარე ლოგინოვი. მას თან ახლდა არბატის კონფედერაციის პრეზიდენტი თვალთვაძე. ეს კონფედერაცია არბატ პოკროვსკაიას იმ სადგურებს აერთიანებდა, რომლებიც კიევსკაიასა და მრავალტანჯულ რევოლუციის მოედანს შორის მდებარეობდნენ. საზავო ხელშეკრულება სწრაფად გაფორმდა. მხარეებმა სადგურები გაცვალეს. წითელმა ხაზმა ნახევრად დანგრეული რევოლუციის მოედანი მიიღო და სანაცვლოდ არბატის კონფედერაციას ლენინის სახელობის ბიბლიოთეკა გადასცა. ორივე მხარეს ეძნელებოდა ამ დათმობებზე წასვლა. კონფედერაცია კარგავდა ერთ წევრს და ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით. წითელი ხაზი წყდებოდა შუაში, რადგან აქ ჩნდებოდა სადგური, რომელიც მას არ ემორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა მისცეს ერთმანეთს გარანტია შეუფერხებლად გაატარებდნენ ტრანზიტულ მგზავრებს მათ ყოფილ ტერიტორიებზე, შექმნილი სიტუაცია მაინც აწუხებდათ წითლებს. თუმცა კოალიციის შემოთავაზება ძალიან მაცდური იყო და წითელმა ხაზმა უარი ვერ თქვა ხელშეკრულების დადებით, რა თქმა უნდა, ჰანზამ უფრო მეტად იხეირა. ახლა მას უკვე შეეძლო შეეკრაწრე, ყველა წინააღმდეგობა დაძრეული იყო. მხარეებმა მოილაპარაკეს იმაზეც, რომ არ აწარმოებდნენ სააგიტაციო და დივერსიულ საქმიანობას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ყველა კმაყოფილი დარჩა და ახლა, როცა ზარბაზნები და პოლიტიკოსები გაჩუმდნენ, აგიტატორების ჯერი დადგა. მათ უნდა აეხსნათ მასებისათვის, რომ სწორედ მათმა მხარემ მიაღწია დიპლომატიურ გამარჯვებას და არსებითად მოიგო ომი. იმ დღის შემდეგ უკვე ბევრი წელი იყო გასული. სტატუს კვოს ორივე მხარე იცავდა. ჰანზამ აღმოაჩინა, რომ წითელ ხაზთან შეიძლება სარფიანი ეკონომიკური თანამშრომლობა, ხოლო ამ უკანასკნელმა უარი თქვა აგრესიულ ზრახვებზე. ლენინის სახელობის
მოსკოვის მეტროპოლიტენის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ამხანაგმა მოსკვინმა დიალექტურად დაამტკიცა, რომ შესაძლებელია კომუნიზმის აშენება ერთ ცალკეულ ხაზზე და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მშენებლობის დაწყების შესახებ. ძველი შუღლი დავიწყებას მიეცა. ეს ამბავი არწმუნმა კარგად დაიმახსოვრა. ის ყოველთვის ცდილობდა დაიმახსოვრებინა ყველაფერი, რასაც მამობილი უყვებოდა. კარგია, რომ ეს ხოცვა-ჟლეტვა დამთავრდა. ხოცვა-ჟლეტა. თქვა პიოტრ ანდრეევიჩმა, წელწადნახევრის განმავლობაში წრიული ხაზის იქით გასვლა შეუძლებელი იყო. ყველგან კორდონები იდგა, ასჯერ მაინც ამოწმებდნენ საბუთებს. მაშინ იქ რაღაც საქმეები მქონდა, მხოლოდ ჰანზის მხრიდან შეიძლებოდა შეღწევა. წავედი ამ გზით მშვიდობის გამზირზე, გამაჩერეს და კინაღამ კედელთან დამაყენეს. რას ამბობ პიოტრ ანდრეევიჩ, ეს არასოდეს მოგიყოლია, მაინც როგორ მოხდა ეს? დაინტერესდა ანდრეი. არცნობს ცოტა გული დასწყდა, რომ მთხრობელის გარდამავალი დროშა უბოდიშოდ ჩამოვართვეს, მაგრამ საინტერესო ამბავი ჩანდა. ამიტომ გაჩუმდა და ყური მიუგდო. როგორ და ასე იფიქრეს, რომ წითლების ჯაშუში ვიყავი, მშვიდობის გამზირზე გვირაბიდან გამოვედი ჩვენს ხაზზე. თურმე ეს ჩვენი ხაზიც ჰანზას აქვს დაკავებული, ანექსირებული. იქ ჯერ კიდევ ძალიან არ მკაცრობდნენ, რადგან ბაზრობა იყო. სავაჭრო ზონა, ხომ იცით, ჰანზას ყველგან აქვს ასე, ყველგან ასე აქვს. სადგურები, რომლებიც სულ ბოლოშია განლაგებული, თითქოს მათი სახლია. წრიული სადგურებიდან რადიალურ ხაზებზე გადასასვლელებში საზღვარი აქვს. საბაჟო და საპასპორტო კონტროლი. ვიცით ეს ყველაფერი, რა ლექციას გვიკითხავ, ჯობია ის გვითხრა, რა შეგემთხვა. სიტყვა გააწყვეტინა ანდრეიმ. საპასპორტო კონტროლი ჯიუტად გაიმეორა პიოტრ ანდრეევიჩმა და წარბები შეკრა. რადიალურ ხაზებზე ბაზრობები აქვთ, უცხოებს უშვებენ, მაგრამ საზღვარზე ვერ გადახვალ. ბევრიც რომ ეცადო, მე მშვიდობის გამზირზე ამოვედი, 9 კილო ჩაი მქონდა თან. ავტომატის წვები მჭირდებოდა და მინდოდა გადამეცვალა. იქ კი თურმე სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინათ და საბრძოლო მასალებს არ ცვლიდნენ. ერთ მომაჭრეს ვკითხე მეორეს, მერე ყველა უარს მეუბნებოდა და სასწრაფოდ მცილდებოდა. ბოლოს ერთმა მოვაჭრე ჩამჩურჩულა. რა ტყვია, რის ტყვია, შედეგენერატო. ახლავე მოშორდი აქაურობას, თავს დავდებ, რომ უკვე გითვალთვალებენ. აქედან წადი, მეგობრულად გირჩევ. მადლობა გადაუხადე და გვირაბისაკენ წავედი, მაგრამ ჩასვლა ვერ მოვასწარი, პატრულმა გამაჩერა. სადგურიდან კი სტვენა გაისმა. გავიხედე და დავინახე, რომ მეორე რაზმიც მორბოდა ჩვენკენ. მომთხოვე საბუთები, მივეცი პასპორტი, ჩვენი სადგურის შტამპით. ყურადღებით დაათვალიერეს და მერე მეკითხებიან. თქვენი საშვი სად არის? რა საშვი, რის საშვი? გაირკვა, რომ სადგურის ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებლად საშვი უნდა ამეღო. გვირაბის გამოსასვლელში თურმე მაგიდა იდგა, სადაც ყველას ამოწმებდნენ და საჭიროების შემთხვევაში საშვს აძლევდნენ. მოკლედ დაამყარეს ბიუროკრატიული წესრიგი. არ ვიცი როგორ ვერ შევამჩნიე ეს მაგიდა, ან თვითონ რატომ არ გამაჩერეს. ახლა უხსენი ეს პატრულს. დგას ეს ბეხლეცი კამუფლაჟში და მეუბნება, შემოიპარე შემოძვერი და ასე შემდეგ. თან ჩემს პასპორტს ფურცლავს. უცებ შეამჩნია სოკოლნიკის შტამპი. იქ ადრე ვცხოვრობდი და თვალები ჩაუსისხლიანდა, როგორც ხარს წითელი ჭინჭის დანახვაზე. გადმოიღო ავტომატი და დაიღრიალა. ხელები უკან შენაგავო. ტაცა ხელი ქეჩუში და გამათრია გამშვები პუნქტისაკენ უფროსთან. თან ლაპარაკობს არ ჩედება. დაიცადე ახლა უფროსისაგან ნებართვას ავიღებ და კეთილთან მიგაყენებ შეჯაშუშო. ეს რომ გავიგონე, კინაღამ გული წამევიდა. ვცდილობ თავი გავიმართლო. სადა უჯაშუში ვარ, ვეუბნები, ვერ მიყურებ, კომერსანტი ვარ, ჩაი მოვიტანე ვედენხადან. ამაზე მიპასუხა, რომ ამ ჩაის პირში ჩამთხრის და თანაც კონდახით ბევრი რომ ჩავიდეს. ხედავ ჩემი საქმე ცუდადაა და საშველი არსაიდან ჩანს. როგორც იქნა, მივედით გამშვე პუნქტთან და ეს ახვარი მიდის უფროსთან, რომ მკითხოს როგორ ჯობია სიცოცხლეს გამომასალმოს. შევხედე მის უფროსს და ცოტა მომეშვა. ჩემი თანაკლასელი პაშკა ფედოტოვი არ იყო? სკოლის დამთავრების შემდეგაც დიდხანს მეგობრობდი, მერე როგორღაც დავკარგეთ ერთმანეთი. ო შენი დედაც, გული გაგვიხეთქე, უკვე ვიფიქრე რომ მორჩა მოგკლეს და ეგ არის. გესლიანა ჩაურთო ანდრეიმ და ყველა ახარხარდა. პიოტრ ანდრეევიჩი ჯერ თითქოს გაბრაზდა, მაგრამ მერე თვითონაც გაეცინა. გვირაბის სიღრმეში წარმოშობილმა ეკოსიცილის ხმამ გაამთმაგებულად დააბრუნა.
კოცონთან ჩამომსხდარი კაცები გაჩუმდნენ და უნებურად ყური მიუგდეს ამ უცნაურ შიშის მომგვრელ გუგუნს. უცებ გვირაბის სიღრმიდან ჩრდილოეთის მხრიდან ისევ გაისმა შარიშური და მსუბუქი ნაბიჯების ხმა, ზუსტად ისეთი როგორც ამორიოდე საათის წინ. ანდრეიმ რა თქმა უნდა პირველმა გაიგონა ხმაური, უცებ გაჩუმდა და სხვებსაც ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ. მერე ავტომატს სტაცა ხელი და ზეზე წამოხდა. ჩახმახი შეაყენა და კედელ გაემართა გვირაბისაკენ. არწმუნიც ადგა, რადგან აინტერესებდა, ვინ იყო ეს სიდუმალი სტუმარი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაექცა, მაგრამ ანდრეიმ თითი დაუქნია დანიშნა, ადგილზე დარჩენილიყო. არწმუნი მორჩილად დაეშვა კოცონთან. ანდრეიმ კონდახი მხართან მიიდო და იქ გაჩერდა, საიდანაც სიბნელე იწყებოდა. შემდეგ ძირს გაწვა და დაიყვირა. გამინათეთ! მისი რაზმის ერთ-ერთ წევს ხელში ძველი ავტომატის ფარისაგან აწყობილი დიდი ფარანი ეჭირა. ფარნის კაშკაშა თვალის მომჭრელმა სხივმა გააპო წყვდიადი და ბუნდოვნად გამოჩნდა პატარა სილუეტი, რომელიც მაშინურად ჩრდილოეთისაკენ შებრუნდა და კვლავ გაქცევა დააპირა. ეს როლე ისევ წაგვივა, ვეღარ მოითმინა არწმუნმა, მაგრამ ანდრეი რატომღაც არ ისროდა. პიოტრ ანდრეევიჩიც ადგა, ავტომატი გამოიმარჯვა და დაიყვირა. ანდრიუხა, ცოცხალი ხარ? კოცონთან მსხდომმა კაცებმა რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს და ის იყო ჩახმახები შეაყენეს, რომ გვირაბიდან ანდრეი გამოვიდა სიცილით. თან ტანსაცმელს იბერტყავდა. ხო, ცოცხალი ვარ, ცოცხალი. რა გაცინებს? გაოცება ვერ დამალა პიოტრ ანდრეევიჩმა. ანდრეი კი სიცილის განაგრძობდა. სამი ფეხი, ორი თავი, მუტანტები, შავების შემოსევა, ისროლე თორემ გაიქცევა, რა ხმაური ატეხეთ. რატომ არ ესროლე? ჩვენი ბიჭი ახალგაზრდაა და ვერ მოიფიქრა რა, შენ რაღა დაგემართა. ბავშვი ხომ არა ხარ რა, არ გაგიგი არა, რა მოხდა პოლეჟაევსკოეზე? დააყარა კითხვები პიოტრ ანდრეევიჩმა კოცონთან დაბრუნებულ ანდრეის. კარგი, ერთი უკვე ათჯერ მაინც მიამბეს ეგ პოლეჟაევსკოეს ამბავი. ხელი აიქნია ანდრეიმ. ძაღლი იყო, ძაღლი, უпростоრად კი ლეკვი. სითბო იზდავს და სინათლე, თქვენ კი კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეთ და ახლა მე მთხოვთ პასუხს. აი თქვენ არა ადამიანებო. მე რა ვიცოდი რომ ძაღლი იყო, იწყინა არწმუნმა, ისეთ ხმებს გამოსცემდა რომ და კიდევ ამბობენ რომ ერთი კვირის წინ აქ გოჭის ხელა ვირთხა ნახეს, ნახევარი ჭიდი დააცალეს და ვითომც არაფერი. დაიჯერე ზღაპრები. დაიცადე ახლა მოგიყვან შენ ვირთხას. ანდრეიმ ავტომატი მხარზე მოიგდო და სიბნელეში გაუჩინარდა. ცოტა ხანში კი მოისმა მისი სტვენა და ალერსიანი ხმა. მოდი სულელო, ნუ გეშინია. 110-ოდე წუთს მხოლოდ სტვენა და ხმა ისმოდა და აი როგორც იქნა გამოვიდა გვირაბიდან, კოცონს მიუახლოვდა. ქურთუკი გადაიწია და უბიდან სრულიად სველი, აკანკალებული ლეკვი გადმოსვა. ჭუჭყიანი გაურკვეველი ფერის ბეწვი კოლტებად ეკიდა. ყურები გადაეწყურა, თვალებში შიში ჩასდგომოდა. ძირს დასვა თუ არა ლეკმა გაქცევას სცადა, მაგრამ ანდრეიმ ხელის სტაცა და უკან დააბრუნა. მოეფერა, მერე კი ქურთუკი გაიხადა და გადააფარა. თლად გაყინულია, ცოტა გათფეს. პიოტრ ანდრეევიჩმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. თავი დაანები ანდრიუხა, ნამდვილად რწყილები ყავს, ჭიებიც ეყოლება, გადაგდებს რაღაცას და სადგურზე შეიტან. მოიცა რა ანდრეევიჩ, რა ნუ ბუზღუნებ, აი შეხედე. ანდრეიმ ქურთუკი გადასია. ლეკვი ჯერაც კანკალებდა. თვალებში ჩახედე, თვალებში, განა ამ თვალებს მოტყუება შეუძლიათ. პიოტრ ანდრეევიჩმა სკეპტიკურად შეხედა ლეკვს, რომელსაც მართლა ისეთი თვალები ჰქონდა, რომ ნებისმიერ ადამიანს მოულბობდა გულს და პიოტრ ანდრეევიჩიც დანებდა. კარგი. ნორჩო ნატურალისტო, დაიცა რაღაცა საჭმელს გამოუძებნი. ხო, მოძებნე, ხომ შეიძლება ამისგან რაიმე სასარგებლო დადგეს, როცა გაიზრდება, მაგალითად გერმანული ნაგაზი. ანდრეიმ ქურთუკში გახვეული ლეკვი კოცონთან უფრო ახლოს მიაჩუჩა. ნეტა საიდან გაჩნდა აქ? იქით ამ მხარეს ადამიანები არ არიან, მხოლოდ ჩავები. იმად განა ჰყავთ ზაღლები? იჭუნეულად იკითხა ანდრეის რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, გამხდარმა და გაბურძგნილმა კაცმა, რომელსაც მანამდე ხმა არ გაუღია. მართალი ხარ, კირილ? სერიოზულად უპასუხა ანდრეიმ. რამდენადაც ვიცი, შავებს ცხოველები არ ყავთ. და საერთოდ როგორ ცხოვრობენ, ან რა სჭამენ? ჩაერია საუბარში ანდრეის მეორე თანხლები და გაუპარსავი ლოყა მოიფხანა. ეს მაღალი მხარბეჭიანი კაცი იყო, გადაპარსული თავი და ხშირი წარბები ჰქონდა. ტყავის გრძელი ლაბადა ეცვა. ასეც ახლა ძალიან იშვიათად თუ შეხვდებოდით. გამოცდილი მრავლის მნახველი ადამიანი ჩანდა.
რა სჭამენ? ამბობენ რომ რაღაც საზიზღრობებს, მძორს, ვირთხებს, ადამიანის ხორცს. ანდრეი ზიზღისგან დაიმანჭა, არაფერს თაგილობენ. კანიბალები არიან? კვლავ ეკითხა თავ გადაპარსულმა, ისე თითქოს არც გაჰკვირებია, ჩანდა ასეთი რამის მომსწრეც ყოფილა ცხოვრებაში. რა ვიცი, კანიბალები არა ადამიანები, ეშმაკმაიცის ვინ არიან? კიდევ კარგი იარაღი არა აქვთ, ამიტომაც ჯერჯერობით როგორღაც ვიგერიებთ. პიოტრ ანდრეევიჩ, ხომ გახსოვს შაშან ერთი ტყვედ რომ ავიყვანეთ? მახსოვს როგორ არა, 2 კვირა იჯდა ჩვენთან კარცერში, ჩვენ საჭმელს სასმელს არ გაეკარა და ბოლოს სული ამოხდა. არ დაკითხეთ? იკითხა ტყავის ლაბადიანმა. სიტყვა არ ესმოდა რუსულად, არც რაიმე სხვა ენაზე. სულ ჩუმად იყო, როცა სცემდნენ მაშინაც. ხანდახან მხოლოდ იღრინებოდა, სიკვდილის კი ისე ყმუოდა, რომ მთელი სადგური გააღვიძა. და მაინც საიდან გაჩნდა აქ ძაღლი? კვლავ იკითხა თმაბურძნულმა კირილმა. ეშმაკმა იცის საიდან. შეიძლება შავებს გამოიქცა, შეჭმა უნდოდათ და თავს უშველა. სულ 2 კილომეტრში არიან აქედან, შეიძლება ვიღაცას დაეკარგა. მოდიოდა ის ვიღაც ჩრდილოეთიდან, გადაეყარა შავებს, ძაღლმა კი გამოასწრო. რა მნიშვნელობა აქვს? კარგად შეხედე გავს ურჩხულს ან მუტანტს, ჩვეულებრივი ცუგაა, თანაც ადამიანებთან ყოფნა უნდა. ალბათ შეჩვეულია, უკვე 3 საათია აქ ტრიალებს. კირილი გაჩუმდა. ეთყობა ფიქრობდა კიდევ რა არგუმენტი შეიძლება და მოეტანა. პეტრ ანდრეევიჩმა ჩაიდანი შეავსო და იკითხა, ჩაი უნდა კიდევ ვინმეს? მოდით თვითონც დავლიოთ, მალე ჩვენი ცვლა მთავრდება. ჩაი კარგია, მიდი დაასხი. დაეთანხმა ანდრეი, სხვებმაც კვერი დაუკრეს. ჩაიდანი ადუღდა. პიოტრ ანდრეევიჩმა მსურველებს დაუსხა და ითხოვა. მოდით შავებზე ნუ ვილაპარაკებთ. ამ ცოტა ხნის წინ ასე ვიცხედით, მათ ვახსენებდით და გამოჩნდნენ კიდევაც. სხვა ბიჭებმაც მითხეს, რომ მათაც ასე დაემართათ. შეიძლება ეს დამთხოვა იყოს. მე ცრუმორწმუნე არა ვარ, მაგრამ ვაი და არა, ხო შეიძლება გრძნობდნენ რაღაცას. ჩვენი ცვლა თითქმის დამთავრდა. რა გვინდა ახლა რომ გამოგვეცხადონ? ხო, ალბათ არ ღირს. ხარი აობა არწომა. კარგი ბიჭო, რის გეშინია? ვერაფერს დაგვაკლებენ. არწომის გამხნევება სადა ანდრეი, მაგრამ თლად დამაჯერებლად ვერ გამოუვიდა. თვით ანდრეისაც კი შავების გახსენებაზე გულში რაღაც გაჰკრავდა ხოლმე. ადამიანების არ ეშინოდა. გინდ ბანდიტები ყოფილიყვნენ, გინდ თავზე ხელაღებული ანარქისტები და გინდ წითელი არმიის მებრძოლები. ეს საშინელი არსებები კი ეზიზღებოდა და მათზე მშვიდად ფიქრი არ შეეძლო. ყველამ შეწყვიტა ლაპარაკი და მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ კოცონში ფიცრების ტკაცუნი ისმოდა და შორიდან, ჩრდილოეთის მხრიდან ხანდახან ყრუგრიალის ხმა აღწევდა. მოსკოვის მეტროპოლიტენი გიგანტურ და საზარელ ურჩხულს გავდა და ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ ყველანი ამ ურჩხულის ნაწილოებში იყვნენ მოქცეულნი.